მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში მოსახლეობას უკვე დიდი ხანია წარმოსახვით ზებრა გადასასვლელზე უწევს გადასვლა. ვრცლად გთავაზობთ სიუჟეტს. აქ უნდა იყოს ზებრა. აქაც. ქალაქ ახალციხეში ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხანია აღარ განუახლებიათ. არაერთ მონაკვეთზე ეგრეთ წოდებული ზებრა თითქმის სრულად წაშლილია. ზოგან კი ქვეითთა გადასასვლელის არსებობაზე არც საგზაო მონიშნა და არც სხვა ნიშნები მეტყველებს. ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელი წაშლილია ახალციხის ნომერ მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარედაც. ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხდება. აუცილებელია ჩანს თქვენ ძღოლ ბრძანდებით ხო სავარაუდოდ და მათეს გამოცდილება. ყველა გზაჯვარედინზე არ არის ზებრა გადასასვლელები. ეს აუცილებელია. წაშლილი ქვეითთა გადასასვლელები პრობლემას უქმნის მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასულ პირებსაც. სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელი ნიშნების არარსებობისა და გზის მონიშნვის გაურკვევლობის გამო გამოცდა ვერ ჩააბარეს. რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას პრობლემის მოსაგვარებლად? უწყებაში გვეუბნებიან, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და გზების დახაზვა მიმდინარე კვირაში დაიწყება. მერიაში ბიუჯეტს ვერ გვიკონკრეტებენ. რა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას მოუწესრიგებელი ზებრა გადასასვლელების გამო და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურა გამართული იყოს. გვესაუბრება გაეროს პროექტების კონსულტანტი ტრანსპორტის საკითხებში გელა კვაშილავა. ზებრა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და პირველ რიგში რა თქმა უნდა საგზაო მონიშნების ნიშნები შედის მნიშვნელოვანია ყველასთვის, ყველისთვის, მძღოლისთვის და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებას ვინც მართავს იმ პიროვნებისთვის და ეს რეგიონებში განსაკუთრებით ადგილობრივ გზებზე რჩება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა ამ ადგილობრივი გზების მოვლაზე, რა ქვია, უშაფრთხოებაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება. თავყურადღებოა, იმიტომ რომ სკოლები და ბავშვები განსაკუთრებით გაუცვლელები არიან და აქ, რა თქმა უნდა, დაუშვებელია ყურადღებობა და იმათ გავითვალისწინებთ, რომ მოძრაობა არის ინტენსიური იქნება. ესეთი რა ქვია, როგორ თქვა, მოუწესრიგებლობა იგაბის საფრთხეს უქმნის. რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. რას ფიქრობენ წალკელები გაძვირებულ ფასებზე? ადგილობრივებს ჩვენი კოლეგა ლამუნა ირემაშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ვიდეოს. არ ამყოფი დაბარაფული. აქ თმარი მყავს, აქ საქონელი არაფერი და პენსია. არა. პენსია რამდენი გაქვთ? პენსია მაქვს 585. არ ამყოფი დაბარაფული. წამლებში აი ყოველ პენსიას რო იღე მაგალითად 70 ეს ვარსკვლავი. გენოფალერფი და ხმარი მყავს. არაფერი. მარტონაკეთი ეს რამაქსი. ხანდახან ფუტუროფსა და იქი ქათანი და მაკარონი და ყველაფერი გაგვიძა. არაკიოცა ათილარი. ძროხორებად მიკი. ძროხა არ ყავს. მარტო ხელახალი. ცოტა ძვირია ახლა კადო რა უყო. ძვირია? აბა ცოტა რა უყო. ახლა კიდე ის მაგიათ რომ ფასი დავაკლებოთ უფრო ემატება. ან ფასები ძვირი არ არის წამლების? ცოტა ძვირია, პენსიონერს მაინც არ ყოფნის ყოველდღე წამალი სჭირდება, მაგრამ რა ვქნათ? წამლოთ ვერაფერს ვერ ვიქნებით. 400 ლარიც არაფერი არ არის პენსია. ნუ ყოველდღე წამლებზე ვარ დამოკიდებული. ყოველდღე დიაბეტიანი წამლებზე ვარ დამოკიდებული. აი თქვენი პენსია ყოფნით საკვებში? წამლებში არ ყოფნის და საკვებში როგორ ვიყო? აი რითი ცხოვრობთ?
გაჭირვებით რა ვიცი, მიწაზეც ისეთი არაფერი არ მოდის შემოსავალი. გაჭირვებით. მიწაზე რაღაცას დაფიზე ცოტა კარტოფილი, ცოტა ლოქი და უბრალოდ წყალი ღირს 2 ლარი და ნაბეღლავი გინდა რაღაცა გინდა და რძე რა არის ლარი 20 რა არის. თქვენი პროდუქტების რეალიზებას მაგალითად კარტოფილის გასაყიდად არა, იმდენს არა ხარჯებს არა უა ისეთი ძვირია ბენზინის ალიარკა რომ მაგის დახნას და ხარჯს არა უა ის ჩვენი შემოსავალი. იმდენი რომ ყოფნის ცოტა. დინიც გაძვირდა, საწვავი გაძვირდა. რა ვიცი, ყველაფერი ძვირია. ჩვენია ყველაფერი აფი. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.